ამ ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი, ახლა რაღაცა მასალები რომ მოვიძიე თქვენ ბიოგრაფიასაც გავაცანი ვიკიპედიაზე და ორი რამე იყო, რამაც ესეთი დიდი ყურადღება მიიქცია და მე მივხვდი ასე ვთქვათ, საით უნდა წასულიყო ჩვენი დღევანდელი საუბარი და ერთი იყო, რომ თეირანში სწავლობდით რელიგიისა და მისტიკის ისტორიას და მეთქი ეს არის, რაც მაინტერესებს ძალიან. მეორე იყო თქვენი თემა, რაზეც დისერტაცია დაიცავით, მარიამი და იესო ყურანში. აი ეს ორი მთავარი თემა თითქოს ამონათდა. აქედანაც მინდოდა რომ გაგვეშალა დღეს და მაგრამ თან ერთი შეკითხვა რაც აი ცოტა არ მასვენებდა. იყო ის რომ თან ეპოქას ხო უყურებ რომ ეს არის 90-იანი წლები და წერია დასაწყისში რომ დაიბადა ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. პირველი კითხვა საიდან რატო გაჩნდა თქვენში ესეთი ძლავრი მისწრაფება ამ კულტურისადმი? თან რაღაცა სოფელში დაიბადეთ და მე ამხელა ცეცხლი. რატო მოგეკიდეთ? სწავლობდი ხაშურში, იმიტომ რომ მშობლები ადრე გარდამეცვალა და უფროსი და იყო ხაშურში გათხოვილი და ის მზრდიდა თავისთან, ამიტომ სწავლა ნაბახტევის სკოლიდან გავაგრძელე ხაშურის პირველ სკოლაში და ამ პერიოდში გატაცებული ვიყავი პოეზიით. მე თვითონ ლექსებს ადრეული ასაკიდან წერდი, ჯერ კიდევ წერა-კითხვა არ ვიცოდი, რაღაცები ჩემდებს ჰქონდათ ჩაწერილი, რაღაცებს რო გამოთქვამდი 4 წლის ასაკით და რაც თავი მახსოვს სულ წერ. და იმ პერიოდში წავიკითხე ირანული პოეზია ვახუშტი კოტეტიშვილის შედგენილი და გამოცემული მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის სერიით და სკოლის პერიოდში მეოთხე კლასში წავიკითხე. მეოთხე კლასში. კი. და ისე დავინტერესდი ამ თარგმანით და იმდენი რაღაცა ემოცია მოიტანა ჩემში, რომ გადავწყვიტე, რომ ეს აუცილებლად უნდა წავიკითხო თავის მეოთხე კლასში, 10 წლის ასაკში. 10 წლის ასაკში დაახლოებით, კი. თქვენ კლასელებს რა ინტერესები ჰქონდათ მაშინ იმ პერიოდში? თავიდან აშკარად ასე ვთქვათ, განსხვავდებოდი ჩემი თანატოლებისაგან, ამიტომ მე ეს განცდაც გავლილი მაქვს, რას ნიშნავს იყო განსხვავებული, ვთქვათ, ერთ ისეთ თავისთავად საინტერესო ჯგუფში შეიძლება, მაგრამ იყო აბსოლუტურად განსხვავებული მისწრაფებების. ეს დიდი ხნის გადახარშული მაქვს, იმიტომ რომ მე კლასელებთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, გიждდები იმაზე და ისინიც მე მგონი ჩემზე ასევე გიждდებიან, მაგრამ იმ პერიოდისათვის ეს უჩვეულო იყო. მოკლედ, უჩვეულო იყო თან ხაშურისათვის, რომ დავიწყე მასწავლებლის ზებნა, სპარსულის სპეციალისტის და აღმოჩნდა, რომ ხაშურში არავინ არ არის ისეთი, ვინც ვთქვათ, შეიძლება ვიღაცა იყო, მაგრამ ვინც მასწავლებლობს ამ სპარსულს მასწავლის და მუზეუმში უფროსი მეგობრები მყავდა და მათ შორის ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მითხრა ამ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ, რომ მე მყავსო უფროსი მეგობარიო კარლო ტაბატაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობსო, ეხლა ისე ხაშურელიაო წარმოშობითო და არისო ირანის ისტორიის სპეციალისტი იყო და იცისო სპარსული ენა და გასწავლისო ისოს. მე კვირაში ერთხელ დავჯდებოდი ავტობუსზე, ხაშურიდან ჩამოვიდოდი თბილისში ისტორიის ინსტიტუტში, სადაც ბატონი კარლო მუშაობდა
და ის ისტორიის ინსტიტუტში თავის კაბინეტში მიტარებდა სპარსულის გაკვეთილს. ერთი 4 გაკვეთილში, როცა ესე იგი დავდივარ უკვე თბილისში და შეთანხმებულები ვართ როცა, უცებ მეუბნება ბატონი კარლო, რომელიც მაშინ ასაკში იყო და მე ახლა ვარ 12 წლის ბავშვი დაახლოებით, ესე იგი და ის არის 70 წლის კაცი და მეუბნება ბიჭო ხაშურულად უქცევდა და ხაშურულისა და სპარსული ინტონაციის საინტერესო ნაზავი ჰქონდა, საერთოდ უნიკალური კაცი იყო და მეუბნება ბიჭო მე და შენა ხო არ ძმაკაცები და უცებ რომ დაიბნევი ბავშვი და კი ვართ ბატონო კარლო ხო და აბა მე ძმაკაცისგან ფული როგორ უნდა ავიღო სინამდვილეში რა ხდება ბატონმა კარლომ გაიგო რომ მე არ ამყავს მშობლები და ის რომ თქვათ შეურაცხყოფა არ მოეყენებია გადაწყვიტა რომ ამ ფორმით თქვათ მიპატრონოს და იცით რა არის მაშინ შეიძლება ვერ გაიაზრო ადამიანმა ახლა იმ პერიოდში შენ თავს ხდება ეს ყველა მაშინაც კარგად გავიგე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაგრამ მე იმდენად ძვირფასი გახდა ეს მხოლოდ ჟესტი არ იყო ჟესტის დონეზე კი არა იმდენად ძვირფასი გახდა რომ როდესაც უკვე მე დავიწყე კერძო მოსწავლეთან მეცადინეობა ყოველთვის მყავდა ყველა ჯგუფში ერთი ობოლი მაინც რომელსაც უფასოდ ვასწავლიდი და ამას ვაკეთებდი ბატონი კარლოს სულის საოხად ესეთი რაღაც გავთვი ამ სიუზამთრის დღეს ამ ისტორიამ გამო არის ხო აი სუფიზმზე ლაპარაკობთ ხო აი ეს არის სუფიზმის არსი პრაქტიკულად მემკვიდრეობით სიკეთე და სიკეთის მემკვიდრეობით გადაცემა ოღონ უნდა იცოდე სად როგორ ვისთან განაირა და ამას სჭირდება ჩაღრმავება რადგან წიგნი გვაქვს ახლა მაგიდაზე ამ წიგნზე რომ მითხრათ 1-2 სიტყვა რა წიგნი არის და რომელიმე ერთი თქვენი საყვარელი ლექსიც რო წავიკითხოთ ეგეთ შევაბიჯოთ მაგ სამყაროში ეს არის ჯალალედინ რუმის ყაზალები და პრინციპში არის ნაკრები ჯალალედინ რუმის დიდი პოეტური კრებულიდან რომელსაც ქვია შამსე თაბრიზის დივანი ეს კრებული 25 ყაზალი გამოცემული 1995 წელს მაშინ იყო ასეთი ლიტერატურთა რესპუბლიკური ცენტრი რუბიკონი და იმის გამომცემლობაში გამოვიდა და არის ჩემი სტუდენტობის დროინდელი თარგმანები ესე იგი 94 წელს მე ვიყავი მეოთხე კურსზე როდესაც პირველად ხელში ჩამივარდა ჯალალედინ რუმის პატარა თხელი კრებული იყო იქიდან ასევე ამოკრებილი იმ დიდი პოეტური მემკვიდრეობიდან და იმდენად გადავირია და მომნუსხა ამ ყველაფერმა, რომ დავიწყე თარგმნა. თვითონ თარგმანის პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 3 კვირა. ეს არის 94-ის საშინელი ზამთარი, როცა გარშემო ყველაფერი დანგრეულია უკვე ფაქტიურად. დენი არ არის, წყალი არ არის, არაფერი არ არის, ნუ საჭმელ სასმელზე აღარ არის ლაპარაკი. მე ვზივარ ჩემი ვერის პატარა ბინაში, პლედ შემოხვეული თუ საბან შემოხურული და ასე ვკითხულობდა თარგმნი გათოშილი ხელებით ამ კრებულს, რომელიც მე 1 წლის შემდეგ დაახლოებით გამოვიდა კიდევაც. სპარსულიდან თარგმნით, ხო? თარგმანი სპარსულიდან, კი, იმიტომ რომ მაშინ უკვე სპარსული ვიცოდი ისე რომ შემეძლო წაკითხვა და გაგება. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა თვითონ ჩემ ცხოვრებაშიც და რა თქმა უნდა ინფორმაციის დონეზე, ცოდნის დონეზე უფრო გაღრმავდა, მაგრამ ემოციის დონეზე ეს იყო პირველი შეხება და მე მგონი ყველაზე უფრო ღრმა შეხება სუფიურ სამყაროსთან, იმიტომ რომ მე ცოდნა ხელს გიშლის იმაში, რომ ესე შიშველი ნერვებით მიხვიდე იმასთან, რასთანაც უნდა სწორედ ასე მიხვიდე და არა ცოდნით შეიარაღებული. თქვენი რომელიმე ყველაზე საყვარელი რო წავიკითხოთ და მაგით მაყურებლებსაც შევაგრძნობინოთ რა სამყაროში გვიწევს მოგზაურობა და მე დავიწყოთ უკვე. აი სადაც გადაიშალა, ეს არის შენი ტრფობით სული რაც და მედაღა ფრინველივით შენს ცაზე ვფრენ დღედაღა. დღედაღამე მაჯნუნივით ხელდები და სიცოცხლე მიძნელდება დღედაღა. თუ კი მომთხო სულსაც არ დავიშურებ, ლექს გიმღერებ ახალ-ახალს დღედაღა.
საყვარელო ხან სიცოცხლის სუნთქვა ხარ ხანაც სულის ამოსვლა ხარ დღედაღამ ვიდრე ჩემი გონი არ მიპოვია ძებნად წავალ მთელ ქვეყანას მოვიარ ნუ მიყურებ ასე დაღლილს მგლოვიარს შენს ძებნაში მუხს არ ჩავხრი დღედაღამ ჩემში რაც ამ მტრფობის ხანგი ამღერდა ხან თარი ვარ ხანაც ჩანგი დღედაღამ მოჩემ სიმებს ხელით რთოლვით შეახე ამოუშვასევდის ჰანგი დღედაღამ შენს ძებნაში დამაშრალა მრავალი მიზანიც ხარ გზაც მიზნისკენ მავალი იმ მრავალთა თანა მეც ვარ მავანი დაგეძებ და ვერ გპოულობ დღედაღამ ულაყი ვარ თუ მესიის საყვირი დარახტული შენი ტრფობის აღვირით ვხედარო აწკმარა ცრემლი ნაღვარი მო ჭენებით ჩამომღალე დღედაღამ მომიფანტე შენი ბაგის შაქარი მე საწუთროს ქარებით ვარ ნაქარი მოდი რომ ვთქვა ჩემი სატრფო აქ არის ყოფნა დღესას სწაულია დღედაღამ ზარავს ცრემლის სისხლა დამომჭირობა საკუთარი თავის არა მჭირობა რაც კი დავდეთ ჩვენ შეხვედრის პირობა მე სიცოცხლის დღეებს ვითვლი დღედაღამ მე ვარ ტრფობის ყანა ბაგე გამშრალი უშენობის ქარი მამტრებს აშარი ღრუბელივით ტირის ნაკაშკაშარი თვალი ყანას სულს უბრუნებს დღედაღამ ეს არის ერთ-ერთი ყაზალი ჯალალეddin რუმის სადაც პრინციპში მთელი სუფიზმის ფილოსოფიაც და ესთეტიკაც არის გადმოცემული იმიტომ რომ ხშირად დაუსვამთ შეკითხვა რა არის სუფიზმი ჩემი გაგებით და როგორ ვუყურებ თვითონ ამ მოვლენას სუფიზმს. ახლა ჩემი გადასახედიდან რასაკვირველია უკვე სამეცნიერო ცოდნით აღჭურვილი ადამიანის გადასახედიდან სუფიზმს ჩამოშორებული აქვს ვთქვათ ის საბურველი რაც ზოგადად მოვლენას ახლავს ხოლმე და შემიძლია მეცნიერულად შევისწავლო ეს ნიშნავს იმას რომ ეს ემოციური დამოკიდებულება, როდესაც რაღაცას მეცნიერულად სწავლობ, ემოციური დამოკიდებულება მეორე პლანზე გადადის. სუფიზმი ცხოვრების წესია პირველ რიგში იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ მიმართულების რელიგიურ პრაქტიკას მიყვება. ხშირად წაიკითხავთ დასავლურ ლიტერატურაში, რომ სუფიზმი არის ფარული ქრისტიანობა ისლამში, რომ სუფიზმი არის ეს, სუფიზმი არის ის. ასეთ შეფასებები შეიძლება ასე ითქვას, რომ თლადმცდარი არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკითხის მხოლოდ ერთ ასპექტს ასახავს და არა უმეტეს. სუფიზმი იმაზე გაცილებით ღრმა მოვლენაა, ვიდრე ერთ დეფინიციაში შეიძლება მოგცეს ვინმემ და ნებისმიერი კონკრეტული ერთი დეფინიცია იქნება მხოლოდ იმ ავტორის კუთვნილება თუ იმ ადამიანის კუთვნილება, ვინც ამ დეფინიციას ახმოვანებს, იმისი გამოცდილება. დავიწყოთ თვითონ სახელწოდებიდან, რას ნიშნავს სუფიზმი, tasawwuf არაბულად ნიშნავს მატყლის სამოსელში გახვევას. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ეს მოდის იმ ძირიდან, რასაც ზოგადად აღიარებენ იმ გრამატიკული ძირიდან, რასაც ზოგადად აღიარებენ სპეციალისტები. იმიტომ რომ SVF ძირი უკავშირდებოდა სწორედ აი ამ მატყლის უხეში სამოსელის წარმოებას და მე ამ სამოსელით შემოსვას. ასეთი დეფინიცია მართებული ჩანს, იმიტომ რომ სუფიები, როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული კლასი, როცა ჩამოყალიბდა უკვე რელიგიური კლასი, როცა ჩამოყალიბდა, მათი ტრადიციული შესამოსელი იყო სწორედ უხეში შალის ან სელის სამოსელი, ჯუბაჩა და შავი რიდე, როგორც ვეფხისტყაოსანში არის, აი ეს კულაჯები ეცვათ და შესაძლებელია სწორედ ამ გარეგნული ნიშნით მოხდა მერე მათი სახელდება. დიდი ნაწილი მეცნიერებისა უკავშირებს ამას ბერძნულ ძირს, საიდანაც სხვათა შორის ფილოსოფიაც მოდის, სუფი, ესე იგი სიბრძნის სიყვარულს, სოფიას და შესაძლებელია ეს ვარიანტიც არ იყოს გამორიცხული, იმიტომ რომ
ზოგადად ისლამური კულტურა მჭიდრო კავშირში იყო მოგვიანო ხანის, ესე იგი უკვე შუა საუკუნეების ისლამური კულტურა მჭიდრო კავშირში იყო ბერძნულ ფილოსოფიასთან. ჩვენ ვიცით, რომ ისლამში გადამუშავდა ამ ფილოსოფიის ძირითადი ნაწილი ბაღდადში იყო სწორედ ბაით ალ-ჰიქმა, სადაც თარგმნეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და ახლებული ინტერპრეტაციით გადაამუშავეს, ისლამური ინტერპრეტაციით გადაამუშავეს. ასე რომ სახელწოდებაც კი ბოლომდე გარკვეული არ არის, საიდან შეიძლება მომდინარეობდეს. ახლა თვითონ რა მოვლენასთან აგვაქვს საქმე. სუფიზმი არის მისტიკური ტრადიცია ისლამის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისტიკისა და მისტიციზმის ტრადიცია. ჩვენ ვიცით, რომ ყველა რელიგიაში, მათ შორის ქრისტიანობაში, იუდაიზმში არის ეს მიმართულება, როდესაც აგნოსტიკური ხერხებით ურთიერთობას ამყარებენ ღმერთთან, ან წვდომა აქვთ ღვთიურ წყაროებს. და ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, მისტიკური ნაწილი, ისლამის მისტიკური ნაწილი გამოხატულია სწორედ ამ სუფიზმში. ამიტომაც ის მკვლევარები სუფიზმისა, რომლებიც ამბობენ, რომ სუფიზმს მხოლოდ ისლამური ძირები აქვს, არ ცდებიან ალბათ, იმიტომ რომ თვითონ ეს იდეები, იდეა ძირითადი სამყაროს ან არსებობის მთლიანობის, არსებობის ერთიანობის იდეა, რასაც ეფუძნება სუფიზმი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ყურანის ცალკეული აიებიდან, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი ღვთისა და ადამიანის ერთიანობაზე, მაგალითად ხშირად იმოწმება ხოლმე ყურანის ერთ აიას, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ ღმერთი თავის თავს ასე უწოდებს ჩვენ უფალი საბაოდ, უფრო ახლოსა ვართ ადამიანთან, ვიდრე მისი მთავარი ძარღვი, დედო ძარღვი. მუსლიმი მისტიკოსების აღიარებით სამყარო არის ერთიანი, მთლიანი და არის ღმერთის ემანაცია, ანუ განფენა, ესე იგი რაღაცა წერტილი, სინათლის წერტილი რო წარმოიდგინო, რომელსაც ღმერთს დავარქმევთ, ვთქვათ ამ შემთხვევაში და იქიდან მოდის ეს მთელი ეს სინათლე, რომელიც სხვადასხვა სხივად იშლება, მერე სხვადასხვა სპექტრში გადაწყდება, ზოგჯერ ადამიანში, ზოგჯერ ვთქვათ ეს არის ყველა საგანი არის ღვთიური არსებობის ემანაცია და ეს არის გამოსხივება. ღვთაებრივი გამოსხივება, რომელიც ესე იშლება, ვთქვათ, მთელ სპექტრად იშლება და ამიტომაც ყველა საგანი და ადამიანი პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანი არის შესაქმნის გვირგვინი, მიისწრაფის იმას, რომ უკან დაბრუნდეს თავისი პირველ საწყისისაკენ, ვთქვათ. და ადამიანის სულა ამ სამყაროში და მერე ღმერთისაკენ გაგებულია როგორც გარკვეული წრებრუნვა, რომლის გავლაც ყველა საგანს უწევს, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანს. აი ეს არის ძირითადი ღერძი სუფისტური წარმოდგენისა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ ხერხემალზეა მერე ასხმული მთელი ის ცოცხალი ორგანიზმი, რასაც ქვია სუფიზმი თავისი სხვადასხვა მიმართულებით, ფილოსოფიური განშტოებებით, პოეტური გამოვლინებებით, უამრავი ნაშრომით, რაც ამ მემკვიდრეობად დაგვიტოვეს დიდმა სუფმა ავტორებმა. ეგ იდეა ჩვენთვის ნაცნობი არის კიდევ უფრო შორეული აღმოსავლეთიდან, აი ცოტა ირანსაც თუ გავწდებით, გადავალთ ინდოეთში, ცოტა ჩინეთშიც, რომელშიც ასევე ინდოეთიდან შევიდა და პრინციპში ინდოეთში შეგვიძლია ვიპოვოთ სუპეროსტატები და ეს იდეა თვითონ თავისთავად ასე ვთქვათ არსებობის მთლიანობის არ ვიცი რამდენად მარჯვედ ვთარგმნი თვითონ ტერმინს, იქ არის ვაჰდათ ალ-ვუჯუდ, არსებათა მთლიანობა ან არსებობის მთლიანობა, ხო? ახალი და ორიგინალური იდეა არ არის და საერთოდ სუფიზმში ახალ და ორიგინალურ იდეებს თუ დაუწყებთ ძებნას, ვთქვათ, რომ რაც მხოლოდ სუფიზმის მოტანილია, ხელში ფაქტობრივად აღარაფერი არ შეგრჩება. ისტორიული კითხვა რო დავსვათ, რა პერიოდში აღმოცენდა, რატო აღმოცენდა და რამ გამოიწვია მაგის აღმოცენება? ანუ ფაქტია, რომ ეხლა ნებისმიერი რელიგია თითქოს
სკოლაში ნასწავლიდან რო შევხედოთ, აი ბრახდა ჩდება პირველ საუკუნეში ქრისტიანობა, ხო? ეგრე ხო არ ყოფილა სინამდვილეში. აი ბრახდა მე-16 საუკუნეში ჩდება ისლამი, ანუ ეს რაღაც აფეთქებასავით ხო არ არის? ეს რაღაცა პროცესია ევოლუციური, მთელი ეს ფილოსოფია და სწავლება, რომელიც იხარშება, რაღაცა გზას გადის და მე ჩვენ შეგვიძლია ამ ისტორიული გადასახედიდან ვთქვათ, რომ აი პირველ საუკუნეში დაიბადა ქრისტიანობა, მაგრამ სინამდვილეში ამან მთელი ასწლეულები გაიარა, რომ რაღაცა ის ფორმა მიეღო. აი რა გზა გაიარა სუფიზმმა? სანამ აი დაიბადა სუფიზმი. როგორც გითხარით, ასე ვთქვათ, ამის წანამძღვრები ყურანში იყო ყველაფერი და ეს რეალურად ჩანს, რასაც დაეფუძნა სუფიზმი როგორც მოძღვრება და ამბობენ, რომ პირველი ჯგუფი, ასე ვთქვათ, ამ განდეგილებისა, ხო, მეუდაბნოე განდეგილებისა ისლამში. ესეც სპეციფიკური ტერმინია, იმიტომ რომ ვინმე არ მინდა იგივეობის ტოლობის ნიშანი დასვას, ვთქვათ, ქრისტიანულ მეუდაბნოეობასა და ისლამურ მეუდაბნოეობას შორის. ბევრი რაღაც იდგავს, მაგრამ პრინციპული სხვაობებიც არის. აი ამ განდეგილების პირველი ჯგუფები ჯერ კიდევ მუჰამედ მოციქულის სიცოცხლის პერიოდში არსებობდა მაშინდელ მექასა და მედინაში, როგორც წყაროებში არის შემონახული. და ერქვათ იხვან as-Safa სიწმინდის ძმები და ეს საფა სიწმინდე და სუფი ერთმანეთს გავს, ასე ვთქვათ და ვარაუდობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ბირთვი ამ სიწმინდის ძმების ეს ჯგუფი იყო პირველი ბირთვი, რასაც მერე დაეშენა ზემოდან, ვთქვათ, ის დიდი უზარმაზარი სასახლე თუ არ ვიცი, ნაგებობა, რომელსაც ქვია სუფიზმი. მაგრამ რეალურად თავისი კლასიკური სახით წანამძღვარი როგორც ასეთი ვხედავთ რომ ეს ხდება მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ბაღდადში და იქ აღმოცენდა ეს სუფისტური მოძრაობა როგორც ერთგვარი რეაქცია უკვე საზოგადოებრივი მოწყობის წინააღმდეგ. ეს იყო გარკვეული პროტესტის ფორმა, როდესაც უკვე პოლიტიზირებულ ისლამს არ ეთანხმებოდა ბევრი მორწმუნე, რომელსაც ისლამში შინაგანი ფაქტორები აინტერესებდა, რელიგიის შინაგანი ფაქტორები და ამაში ჩაღრმავება და არა როგორც რელიგია, როგორც ინსტიტუცია, რომელიც აწესრიგებს რაღაც. აი ამაშია საქმე, ესე იგი და ამიტომაც ეს ნაწილი, თქმა უნდა, ხალხისა გამოეყო მორწმუნეების იმ დიდ თემს, რომელიც მაშინ ყალიბდებოდა პრინციპში თვითონ ის დიდი თემიც მაშინ ყალიბდებოდა და ესენი ცალკე გამოეყვნენ და საერთოდ საკუთარი წესრიგი შესთავაზეს ისლამს როგორც ინსტიტუციას, რწმენისაც, ღვთის გაგებისაც და ადამიანის გაგებისას. ეს უმტკივნეულო პროცესი არ ყოფილა სხვათა შორის, იმიტომ რომ ბაღდადში ხშირად ეს კლერიკალური ისლამი, რაც ვთქვათ, მომძლავრებული იყო და ძირითადი ეს ხაზი ისლამისა ებრძოდა ამ სუფისტურ წარმოდგენებს, მაგალითად ალ-ხალაჯი იყო ასეთი პირველი შაჰიდიო ესე აღნიშნავენ ხოლმე, ანუ სიყვარულისთვის მკვდარი შეწირული, სიყვარულს შეწირული, რომელიც ჩამოახრჩეს, მერე დაწვეს, მერე ფერფლდინარეს გაატანეს. და რატო საფუძველი იყო ის, რომ მოედანზე იდგა და ყვიროდა ხმამაღლა ანალ ჰაყ, მე ჭეშმარიტება. მე ღმერთი. რასაც იესო იძახდა დაახლოებით. ხო, დაახლოებით ვცდილობ ხოლმე რომ ავერიდო ესეთ პირდაპირ პარალელებს, იმიტომ რომ ვინმე მიგივეობის ნიშანი არ დასვას. სხვადასხვა სისტემაა, იცით რა, სისტემურად როგორ განსხვავდება ეს ერთმანეთისაგან, შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ. თუ იმაზე თახდებით, რომ წყარო ერთია, მაგრამ წყარო ერთია და რა თქმა უნდა, იქ ესე იგი, ამიტომაც არის რომ სუფიზმში გარდა იმისა, რომ ყურანშია იესო და მარიამი და ეს იყო ჩემი დისერტაციის თემაც, სუფიზმში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იესო ქრისტეს, თქვათ ესე იგი. რა თქმა უნდა, ყურანიდან გამომდინარე, ეს არ არის ღმერთი არც სუფიებისათვის, ის არის მოციქული, ძალმოსილების მქონე მოციქული, როგორც ყურანშია, მაგრამ ამდენი გადმოცემა იესოს შესახებ, რაც იყო თავისთავად მუსლიმურ სამყაროში და რასაც მერე თავს უყრის სუფიზმი და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას
თავაზობს მე მეეჭვება რომ სხვა რომელიმე რელიგიაში კიდე იყოს. შეიძლება ითქვას რომ ქრისტეც ერთ-ერთი ძირითადი სახე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად მიმართავენ სუფი ავტორები, ძალიან აინტერესებთ ვთქვათ თვითონ ფენომენი რასთან არის საქმე ქრისტეს შემთხვევაში და რასაკვირველია ყურანის გადასახედიდან უყურებენ და არა სახარება შესანიშნავად იციან, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა არსებობდა თარგმანები და ყველა ენაზე შეეძლო წაეკითხათ ვთქვათ არაბულად, სპარსულად რა ენების მათთვის მშობლიური იყო არა, მაგრამ ამოდიან ყურანის პოსტულატებიდან ოღონდ სხვადასხვანაირ გააზრებას გთავაზობენ ვთქვათ როგორც პერსონაჟისას ვთქვათ და საერთოდ რა არის ქრისტე ვთქვათ ამ სამყაროსათვის ვთქვათ სუფიზმისათვის ისევე როგორც ზოგადად ისლამისათვის ქრისტე არის ერთ-ერთი დიდი მოციქული ყურანში არის ნათქვამი რომ ეს არის ულულ აზმ რაც ითარგმნება როგორც ძალმოსილების მქონე ნების მქონე მოციქული ან გადაწყვეტილების მიმღები მოციქული და ის არის ერთ-ერთი ძირითადი მეკავშირე ადამიანისა ღმერთთან ვთქვათ ყველა თავის ეპოქაში ცხადია როცა ის მოღვაწეობდა და შემდგომ უკვე როგორც ქრისტეს სული რომელიც მოქმედებს მუდმივად ამისათვის და პოეზიაში ასე ვთქვათ ეს სახელიც ფიგურირებს რასაკვირველია ხო ნუ აღმოსავლური არაბული ასე ვთქვათ ტრანსლიტერაციით ის არის თარგმანშიც ისაცი თარგმნით თუ როგორც იცით რა არის ხო აი სახელების თარგმნას ეგ უკვე ტექნიკური მომენტია როგორ უნდა ითარგმნოს ვთქვათ ის სახელები რომელიც ვთქვათ ბიბლიური სახელები იგივე და გადავწყვიტე რომ არაბული ტრანსლიტერაციით გადმომეტანა ისე როგორც წარმოთქვამენ ისინი ასე ვთქვათ. კი ბატონო. მარიამზეც მითხარით ერთი ორი მარია ერთადერთი ქალია მარიამი რომელიც ყურანში სახელით იხსენიება სხვათა შორის ქალების სახელები არ არის და მარიამიც სახელით იხსენიება იმიტომ რომ ისა იბნ მარიამი და არა ისედაც სურას ქვია მარიამი მე-19 სურა მარიამის სურა და მოკლედ თეზისურად შეიძლება ის ითქვას რომ ყურანი არ უარყოფს უმანკო ჩასახების იდეას ანუ ქრისტე რომ ვთქვათ სული წმინდით არის ჩასახული ეს არის აღიარებული და მარიამი სამოთხის ვთქვათ ქალთა შორის რჩეული თუ სამოთხის ქალთა დედოფალი შეიძლება ასეც იყოს განხილული იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვთქვათ მის როგორ ვთქვათ მის პერსონაჟის ვთქვათ პიროვნებას აი დღევანდელ ისლამში როგორ არის ეგ ხო არ გამოიწვია დროთა განმავლობაში ამ რელიგიათა შორის რაღაცა უთანხმოება კიდევ და უფრო ღრმავდება მე ესე ვიტყოდი მე იყო იქ რაღაცა ჯვაროსნული ომები და მთელი ამბავი ქრისტიანულის და ისლამის რელიგიებს შორის უთანხმოებას რა თქმა უნდა წინააღმდეგობები არსებობს და ვთქვათ სხვადასხვა რელიგია რო არის ფაქტია ესე იგი რომ არ გამოიწვია მაგან მარიამის და იესოს ცოტა უკან გადაწევა არა რელიგიებს შორის უთანხმოებას მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორები დანარჩენი ასე ვთქვათ დიალოგის ფორმა თუ დიალოგი სადმე შესაძლებელია მე მაინც მგონია როგორც ვთქვათ ამ დარგის სპეციალისტს რომ აქ არის სრულფასოვანი დიალოგი შესაძლებელი და ყურანი ისეთი კატეგორიულია ვთქვათ მარიამის და იესოს პატივისცემ თავისი გარკვეული აქვს ვთქვათ ნიშა ასე უყურებს ამ კუთხით მაგრამ იმაში რომ პატივი უნდა სცეს ადამიანმა ვთქვათ იესოს და მარიამს იმდენად კატეგორიულია რომ ამას ვერაფერი ვერ შეცვლის ასე ვთქვათ მაშინ ისლამზე უნდა აიღოს ხელი მუსლიმმა რომ ეს გააკეთოს თან ერთადერთი არის ჯვარცმა რასაც სხვანაირად უყურებს ხო ეგეც იმიტომ რომ პრინციპში ქრისტიანობის საფუძველი არის ჯვარცმა ჯვარცმით დასტურდება ქრისტე ვინ არის სინამდვილეში მაგრამ ცალკე თემა.
ზოგადად ახლა დიდი ხნის მანძილზე ხო რაღაცა უფრო ორდენული წყობილება ქონდა, უნდა გაერთიანებულიყავი ორდენში და საკმაოდ მკაცრი სწავლებებიც მიდიოდა, რამდენადაც ვიცი, ანუ ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება წარმოდგენა გქონდეს, რომ ესენი არიან ცოტა ბოჰემური ადამიანები, რომლებიც სვამენ და რაღაც თავისუფლება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ასკეტური ცხოვრება ქონდათ და ძალიან მძიმე, ძალიან მძიმე და რასაც ყველა ვერ უძღვნა. მთელი რიგი პრაქტიკები, ასე ვთქვათ, სულიერი პრაქტიკები ძალიან განსხვავდება იმ რელიგიური პრაქტიკებისგან, რაც მასობრივ რელიგიას გააჩნია. ეს ალბათ უფრო იყო ინდივიდუალური შინაგანი გამოცდილება, რომ მიიღოს ადამიანმა ღმერთთან ყოფნის და არა მხოლოდ ლოცვა, როდესაც შენ და ღმერთი ყოველთვის ცალ-ცალკე ხართ, რაღაც მონოლოგის რეჟიმში ხარ ღმერთთან და აქ მდგომარეობა ისეთი რაღაცები უნდა გააკეთო, რომ ეს მდგომარეობა შენ თვითონ, ასე ვთქვათ, იგრძნო, განიცადო. ხო, მაგრამ დამოუკიდებლად ამ გზას ვერ გაივლი, ესე იგი, სუფიზმის წარმოდგენით, ასე ვთქვათ, ეს ადამიანის მთელი ცხოვრება არის გზა უკან დაბრუნებისა ღმერთისაკენ, იმიტომ რომ შენ მოგეცა ამ სამყაროში გამფენის საშუალება, მაგრამ ეხლა ფაქტობრივად არის უკან დაბრუნება სამშობლოში, ამ მშობლიურ წიაღში დაბრუნება, ასე ვთქვათ, ამიტომ სამშობლოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფიზმში სამშობლოს გაგებას, რა არის სამშობლო, რა არის ნამდვილი სამშობლო, რა მიგაჩნია სამშობლო და სად არის რეალურად და სამშობლო არის წყაროს სიცოცხლე. სამშობლო არის, რა თქმა უნდა, ღმერთი იგულისხმება და ღვთისწიაღი იგულისხმება. ამიტომ ეს დაბრუნების ეს გზა არის ძალიან ტრაგიკული, ზოგჯერ ძალიან მტკივნეული. როგორც სუფიები ამბობენ, ხიფათით აღსავსე, მთელი ცხოვრება წარმოდგენილია როგორც ერთიანი, ასე ვთქვათ, ეს გზა, რომელსაც საფეხურებს გადის ადამიანი, სანამ იქამდე ივიდოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით სუფიზმის ერთი პოსტულატი, რომელიც ეფუძნება 60 ქულო ჰადის, სადაც ნათქვამია, რომ დაიხოცეთ მანამ ვიდრე დაიხოცებოდეთ. მოკვდი მანამ ვიდრე მოკვდებოდე, არ ვიცი, ქართულად ეს რიცხვში მონაცვლე ზმნა არის და ერთ სიტყვით იქ მრავლობითია. ეს რას ნიშნავს, რომ ფიზიკურად კი არ განადგურდი, ასე ვთქვათ, არამედ მოკლა შენი ეგო პიროვნულობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გააუქმო იმისათვის, რომ შეუერთდე ღმერთს. და მე სიკვდილი რეალურად ფიზიკური სიკვდილი აღარ შეგაშინებ. აი ეს არის არსი ამ გზის ყველა საფეხურის, ფაქტობრივად ეს არის სიკვდილსიცოცხლის მიჯნაზე სიარული მთელი ცხოვრება და ამიტომაც სუფიები კატეგორიულად ამბობენ, რომ ამ გზის გავლა მოძღვრის სულიერი მოძღვრის გარეშე, მურშიდის გზის მაჩვენებლის გარეშე შეუძლებელია და არავის დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ შეუძლია. დიდი ჯიჰადი, როგორც ისლამშია, არსებობს ორი ჯიჰადი, მცირე ჯიჰადი და არსებობს დიდი ჯიჰადი. მცირე ჯიჰადი ისლამისათვის არის გარეთ არამუსლიმური ტერიტორიების, ვთქვათ, გამუსლიმებისათვის ბრძოლა ან გარჯა, ვთქვათ, ხო? და აი დიდი ჯიჰადი არის ადამიანის ბრძოლა საკუთარ ეგოსთან. და ეს არის მთავარი ჩვენი ყველა ჩვენგანის მთავარი და ძირითადი ბრძოლა. ეგოსაგან გათავისუფლება მთელი ხელოვნება, რომელსაც მარტო ვერ შეძლებ. და ამისათვის საჭიროა ვიღაც დიდი მოძღვარი, რომელიც უბრალოდ მითითებებს მოგცემს რა დროს რა გააკეთო. ყველა მასწავლებელს თავისი ტექნოლოგია, ყველას თავისი ტექნიკა ჰქონდა. ალბათ ყველა ტექნიკა უტყუარი იყო, იმიტომ რომ ის რო არ მისულიყო ამ გზით, ვთქვათ, ვერ ექნებოდა რეალური ძალმოსილება, რასაც ხედავდით ამ სუფიებში და ყველას თავისი გზაც დაყოფილი იყო ხან 7 საფეხურად, ხან 9 საფეხურად, გააჩნია როგორ ვთქვათ, ერთი იყო მაგალითად იწყებოდა რით პირველი საფეხური არის ნიათი, როგორ გითხრათ, ნიათ არის ნება. ოღონდ პიროვნული ნება, იცით რა, ნიათის გარეშე არ არსებობს არაფერი სუფიზმში, იმიტომ რომ ადამიანს ჯერ თვითონ უნდა მივიდეს იქამდე, რომ მე მინდა ეს გავაკეთო. აი ნიათსა და მეორე საფეხურს შორის მორჩილებას, ტალაბ, ზებნას შორის, ხო?
არის შეიძლება მთელ ცხოვრებას გაევლო, იმიტომ რომ ერთ საფეხურზე დარჩე, გინდა და მეტი არაფერი. იმიტომ რომ მე მინდასა და უნდას შორის, მინდა გავაკეთო და უნდა გავაკეთოს შორის. არის ძალიან დიდი უსკრული. და ამ უსკრულის გადალახვაში, რა თქმა უნდა, სუფის ეხმარება თავისი მოძღვარი. მერი არის ღვთის მოშიშების საფეხური და ეს აბსოლუტურად სხვა რამეა, ვიდრე ვთქვათ, სხვა რამე როგორ არსი იგივეა, რომ ღვთის მოშიშება ვთქვათ ეს არის, მაგრამ რას ნიშნავს ღვთის მოშიშება სუფიზმში და რას ნიშნავს ღვთის მოშიშება თუნდაც ქრისტიანობაში, სხვადასხვა საინტერესო მაგაზეც სხვადასხვა შემადგენლობა. სუფიზმი არის ალბათ ერთ-ერთი ის იდეოლოგია თუ ფილოსოფია, რა შეგვიძლია დავარქვით ახლა რელიგიასაც ვერ უწოდებთ ვერანაირად, რომელიც ლაპარაკობს ღმერთის შეყვარებაზე. ასე ვთქვათ, აი შეყვარებული როცა ხარ ღმერთზე და შენ თვითონ როცა ხარ შეყვარებული, შესაბამისად თუ ღმერთი გესმის როგორც მთელი სამყარო, შესაბამისად შეყვარებული ხარ უბრალოდ მთლიანად ამ სამყაროზე. და იმ პერიოდისთვის ახლა როდესაც აი ისლამიც მაინც დოგმატური რელიგია ღვთის მოშიშებას ქადაგებენ და რაღაცა წესებს ქადაგებენ და გეუბნებიან რომ აქ არის ამ 4 კარგი ადამიანებისთვის, აქ არის ჯოჯოხეთი ცუდი ადამიანებისთვის და ჯოჯოხეთის შიშმა შენ უნდა ჩაგადაინოს კარგი საქმეები რომ მე ეს ამ 4-ისკენ წახვიდე და არა უბრალოდ სიყვარულმა და სუფიზმი არის ალბათ ეგ რომელიც ესე ღიად ლაპარაკობს ამ ექსტაზურ სიყვარულზე შეგვიძლია ვთქვათ, რასაც ქვია. იცი რა არის, ხან მიფიქრია ამაზე, რომ რას ნიშნავს ვთქვათ ეს სიყვარული, რაზე სუფიზმი ლაპარაკობს. რეალურად რას წარმოადგენს? კი, მიყვარდეს ღმერთი, კი ძალიან მიყვარს ღმერთი, მაგრამ ხშირად მაგალითად ყაზალს სასიყვარულო ლექსს, სამიჯნურო ლექსს ვერ გაარჩევ ობიექტი ვინ არის. ყაზალში ვერ გაირჩევა ობიექტი ვინ არის, მით უმეტეს იმ ენაში, სადაც გრამატიკული სქესი არ არსებობს. სპარსულში მაგალითად არ არის გრამატიკული სქესი. ანუ არაბულში კიდევ ვთქვათ, იქ ფორმალური მარკერი მაინც აგაქვს, რომ თუ მდედრობით სქესს ეძღვნება ეს სასიყვარულო ლექსი, ობიექტი მდედრობით სქესის არის, ნუ იგულისხმება, რომ ეს ქალია. და ელემენტარულად ძირითადად კაცები იყვნენ პოეტები, თუმცა იყვნენ სუფი ქალები, არაჩვეულებრივი ქალები იყვნენ, ძალიან მაგრები. სუფიური პოეზია, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გვეგონოს, რომ არის რაღაცა რომანტიკული და სასიყვარულო, ეს არის ღმერთის და ინდივიდის სიყვარულზე საუბარი და არის ჩვეულებრივ მიჯნურობაზე არის. სუფიზმი საერთოდ გელაპარაკება სიმბოლოებით, იმიტომ რომ სხვა საშუალება სხვანაირი ენა მას არ გააჩნია სასაუბრო. ესეთი ტრადიციული მეტაფორაც ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის სუფიზმში რაც არის მოცემული, არის სამკუთხედი, ვთქვათ, ღმერთი სატრფოა, მეტრფე ადამიანი და გარესამყარო და სიყვარული არის გზა, რომელსაც მიყავს სატრფოსთან მეტრფე. ეს რო ადამიანურ განზომილებაში გადმოიტანო, ჩვეულებრივ ვთქვათ, ხელში შეგრჩება, ეხლა ბოლოს და ბოლოს ხელში შეგრჩება ხორციელი ურთიერთობების, ხო? და ამ ხორციელ ურთიერთობებსაც სუფიზმი ძალიან ლოიალურად უყურებდა, თუ არ ვიცი, როგორ გითხრათ, აბრაამული რელიგიების ერთი პრობლემა ჩემი აზრით, უკვე ამას როგორც მეცნიერი ისე გეუბნებით, არის ის, რომ ადამიანს აუცხოებს და მტრულად განაწყობს ნებისმიერ ეს სამი აბრაამული რელიგია. აუცხოებს და მტრულად განაწყობს ხორციელებისად. იმიტომ რომ რეალურად რა ხდება, რომ ეს ცხოვრებაც, ეს რაც გაქვს, ყველაფერი ღვთისგან მოგეცა. და ხორციელ ინსტინქტებს, როგორც კი დაერქმევა ეშმაკეული, კონფლიქტი მოდიხარ უკვე იწყება პიროვნული კონფლიქტი. სუფიზმი, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ უარყოფს, მაგრამ სულ სხვა კალაპოტს უძებნის, ვთქვათ, ამ ხორციელებას და რაც შეეხება, ვთქვათ, ხორციელ ტრფობასაც, ზეც არასოდეს არ ამბობს უარს. ამიტომ უყვარდა ოშოს სუფიები.
ეს არ ნიშნავს სიძვას, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს ხო ისეთ ისი არ გაიგოს, რომ იქ დაშვებულია რაღაცა ესეთი ორგია ან რაღაცა ეს ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს და ასეც არის შინაგანი ძალიან დიდი პატიოსნებით. ხო, აი ეგ არის უხილავი ეს შინაგანი პატიოსნებაც და ამიტომ ალბათ არის ის რომ რელიგიებს ხილული წესები სჭირდებათ რომ უფრო კი და სუფიზმი მთლიანად აღქმაზე არის დამოკიდებული ანუ პიროვნული აღქმა ის კი არა ამბობდნენ ძალიან დიდი სუფი ავტორები ამბობდნენ რომ სუფიზმი ხალია ხალ არის ხალ არის მდგომარეობა ვითარება აი ეს რაღაცა განწყობა რომელიც გეუფლება ან სიტუაცია რომელშიც აღმოჩნდები რაღაც გარკვეული ხალ არისო და არა ყალ ანუ ეს არის შეგრძნება და არა ნათქვამი სუფიებმა იმდენი წერას ამ სუფიზმის შესახებ თვითონ რომ ფილოსოფოსებს გადაასწრეს მაგრამ აი ეს პირველი საუკუნის სუფიზმის პირველი საუკუნის მოძღვრები მეშვიდე მერვე საუკუნეში და შემდგომაც ამბობდნენ რომ ვინც წერს ესე იგი მან გატეხა ფიცი მან დაარღვია საიდუმლო პოეზიაც შედის მაგაში ყველაფერი შედის იმიტომ რომ იყვნენ ასე ვთქვათ მდუმარე სუფიები რომლებიც მხოლოდ განწყობებით მართავდნენ თავის გარშემო მყოფ იმას ერთი სიტყვაც არ უთქვამთ არ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ხმა არ მოუღია ხალხს. კიდევ კარგი რომ დაარღვიეს, ვთქვათ, ახლა წარმოგიდგენიათ რომ ჯალალედინ რუმის რომ ქონოდა ესეთი აღთქმა და არ დაეწერა ის რაც დაწერა. ესეც არის ალბათ უკვე წერას იწყებს მაშინ როცა უკვე აღარ შეგიძლია მის დატევა ალბათ ხო რაღაცა უნდა რა საკვირველია ნამდვილი პოეტი იბადება მაშინ როდესაც თავის თავში აღარ შეუძლია იმის ტარება იმ საიდუმლოს ტარება პირობითად რაც ეს არის და მე ამიტომ იგავარაკებით ლაპარაკობს და სიმბოლოებით იმიტომ რომ სხვანაირად ამ პირდაპირ ნათქვამი საიდუმლო შეიძლება ადგილზე მოკკლას ვთქვათ. იმიტომ რომ სირა დამენახე რო ეუბნება, ვთქვათ, ესე იგი და რა დაგენახო თას დაშლის. აი ღმერთი ცხო დიდი საიდუმლოა, ხო? თები დაიშლება უცებ რო ესამეფ. და ვინ იხილა? შეუცნობელი ჯერ კიდე იზიდას საბურველს ეწერა. სხვათა შორის შივაზე ამბობენ მესამე თვალი დახუჭული აქვს და თუ გაახელს აპოკალიფსი დაიწყებაო. იმხელა ძალა აქვსო. ო, სხვათა შორის ბევრს ლაპარაკობენ ინდუიზმის და ბუდიზმის გავლენაზე სუფიებთან და ეს ერთიანი სივრცე იყო აღმოსავლეთში, ვთქვათ, ახლა ჯერ ერთი ისედაც ინდო-ირანული ენები არის ცალკე ჯგუფი, ანუ ერთი წყაროდან მოდის. ქაბირი გამახსენდა ეხა პრინციპში ქაბირი ინდოელია, ვარანასში დაიბადა. ჰინდუს წარმომადგენელია, მაგრამ აშკარად აქვს საერთოდ რელიგიისათვის, მით უმეტეს ისლამისათვის და მით უმეტეს სუფიზმისათვის წარმომავლობას დაბადების ადგილს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ერთგან სწორედ ამ არსთამესნევში ჯალალედინ რუმი წერს რომ ერთეულობა ერთსულოვნება სჯობს ერთ ენას. რეალურად გულებს ესმით ერთმანეთის ლაპარაკი. ლამაზი ნათქვამია კი. დღეს თუ არის აი ესეთი ღირსეული სუფიური ორდენები და სკოლები? არის რა საკვირველია, უბრალოდ აი ოფიციალურ ისლამთან კონფლიქტური არა მტრული დამოკიდებულება გრძელდება ფაქტობრივად ოფიციოზის მხრიდან. ამიტომ ესენი მაგალითად დღევანდელ ირანში გადასული არიან, ვთქვათ, გახიზნულები ფაქტობრივად ამ ცხოვრებიდან, ისედაც ვთქვათ თავიანთი ფილოსოფიიდან, მე ზუსტად შეხვედრილ ხარ ისე შენ კი ჭეშმარიტ სუფ მისტიკოს სხვათა შორის თეირანის უნივერსიტეტში სწავლისას გვასწავლიდა კაცი 4 სემესტრი გვასწავლა სუფიზმი.
არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი ადამიანური გავლენა მოახდინა. ბევრი რაღაცით, თავისი დამოკიდებულებებით და მას დაუსვი ასეთი შეკითხვა და ეს იყო სემესტრის ბოლოს, როცა ვთქვათ, წესით არ უნდა დამესვა, მაგრამ სუფიზმის ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ შეკითხვებს არასოდეს არ უარყოფს და არ დაგცინის ამის გამო რა შეკითხვაც გინდა დასვა და დაუსვი შეკითხვა, რომ დღეს თუ არიან მეთქი, აი სუფიები, რომელზეც გველაპარაკებოდით მთელი სემესტრის განმავლობაში. მითხრა, კი, დღეს არიან, მაგრამ დღევანდელი სუფიები შეიძლება აღარ იყვნენ ორდენებში, იქ ნუ დაუწყებ ძებნას, შეიძლება დღევანდელ სუფის კონდეს მელოდით აღწერა საკუთარი თავი და პეპელა ეკეთოს ჰალსტოხის მაგივრად და რაც თავარია, როცა აღმიწერდა, მეც ისევ უსმენდი თითქოს სხვაზე ლაპარაკობდა და რომ გავიდა, მერე დავაფიქსირე, რომ ამას მთელი სემესტრი, იმიტომ რომ იქ ოფიციალურად ჰალსტოხის ტარებაც არის აკრძალული, მაგრამ პარიზის უნივერსიტეტში ქონდა სადოქტორო დაცული და ჰალსტოხის ნაცვლად ეკეთა ეს პეპელა, პაპიო. და რეალურად მითხრა, რომ რა გინდა შვილო, მე ვარ აგერ, მაგრამ აი ესე. იგავით. ჭეშმარიტი სუფი გადაცმული პროფესორის ფორმა. კი, და არასოდეს არ გეტყვის სუფი, რომ ვინ არის, თავის ვინაობას არ გაგიმხელს. ამას ან ხვდები, ან არა. თუ მიხვდი, ძალიან კარგი. წევან ახსენეს სიკვდილი. როცა სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე დადის მოსწავლე. პრინციპში აი, ყველა მისტიკური სწავლებების, აი მისტერიები რაც იყო სკოლები, როდესაც მიდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც უშუალო გამოცდილებების მიღება უნდათ, ამ ღმერთთან ყოფნის უშუალო გამოცდილება, სიკვდილი არის თითქმის ყველა ტრადიციაში. ქრისტიანულშიც მათ შორის. იმიტომ რომ რელიგიის სოციოლოგია საერთოდ მანდედან იწყება, რომ რელიგიის ბიძგი, რომ საერთოდ ჩდება რელიგიური წარმოდგენა რა არის, სიკვდილის შიში, ანუ ადამიანური შიში, რომელიც ყველანაირი შიში მერე თავს იყრის სიკვდილის შიში და ეს სიკვდილის შიში განაპირობებს იმას, რომ ადამიანს უნდა იცოდეს იმაზე მეტი, ვიდრე თქვათ გახსოვებული სხეულია, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, ან ხდება თუ არა საერთოდ. აქედან ეს არის ბირთვი, ასე ვთქვათ, ეს შიში არის ყველაზე დიდი ბიძგი რელიგიური წმენა წარმოდგენების, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ საერთოდ რელიგიის ჩამოსაყალიბებლად. და რელიგია მე ან გათავისუფლებს ამ შიშისაგან, ან ამით მანიპულირებს ამ შიშით და პრობლემაც ეს არის ძირითადად ვთქვათ კლერიკალური საზოგადოების პრობლემაც ეს არის, რომ იქ სადაც უნდა ხსნას გთავაზობდეს და გათავისუფლებდეს შიშისაგან, ხო? რეალურად ამ შიშით თამაშობს და ამ შიშს იყენებს როგორც მართვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. აი, აქედან გამომდინარე, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილის შიში არის ის, რაც ჩვენ გვეფარება ამ შემოქმედის წყაროსთან. თქმა უნდა, ეს არის ფარდობისთვის. ფარდა. და ერთი იგავი არის ჯავალდინობის მესამე წიგნი ამ მესნევიში და ეს რა იგავია, ესე იგი, იბადება ტყუპი და აი ესე უბრალოდ არის მოყოლილი. ტყუპი უნდა დაიბადოს და ერთი ეუბნება მეორეს, რომ ის რომელიც შედარებით იქით არის და მეორე არის, რომელიც შედარებით ახლოს არის დედის წიაღთან, ესე იგი. და ეუბნება, რომ რა გვეშველება ახლა, რომ დავიბადებით, ჭიპლარს როგორც კი გადაჭრიან, ყველანაირი საზრდო ჩვენ ამოგვეწურება, დავრჩებით ისე, ვეღარც ვისუნთქებთ, აღარც საჭმელი გვექნება, აღარც სასმელი და რაღაცა. ტყუპის ცალი ეუბნება, რომ არაო სხვათა შორისო, მეო აქეთ ხო ვარო და ამიტომ ხმები უფრო შემოდისო. და იქო ამ წიაღის მიღმაო მე ვიცი რომ დიდი სამყაროაო, რომელიც აბსოლუტურად სხვა ეტაპის დასაწყისი იქნება ჩვენი სიცოცხლისა. და აი ეს არის იგავი. და მე ჯალალდინ რუმი ხსნის, რომ სწორედ ასია მორწმუნესა და ურწმუნოს საქმე.
ესე იგი, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც რაღაც ნიშნებს იგებს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში გარე სამყაროდან, კოსმოსიდან რაღაცა ნიშანი აქვს, ხო? ამ ნიშანს ბევრი სხვადასხვანაირად განმარტავს ყველა. ხო, ერთი ამბობს, რომ ეს არის რაღაცა ფიზიკურ მოვლენას უკავშირებს, ერთს ეჭვიარება, რომ ეს იმ სამყაროს დასაწყისია. მაგრამ თავარი რაც არის რომ ჯალალეddin რუმისაც სიკვდილი გაგებული აქვს როგორც ახალი სიცოცხლის, ხელახალი დაბადება. მაგრამ მერე იწყება მთავარი. და ადამიანის ფუნქცია, ამ სიცოცხლის ფუნქცია ის არის იმ მთავრისათვის მოემზადოს. თუ გინდა რომ ყველაფერი გაქრეს, ანუ მართლა აღარაფერი არ იყოს, თვითმკვლელობა და დაჩქარება ამ სიკვდილისა აკრძალულია. ეს არის ღვთიური საიდუმლო ადამიანის სიცოცხლის დრო, რომელიც უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ უკეთესი გახდე. პრინციპში ერთი სიმბოლიკა, რაც სუფიებთანაც ხშირად ხდება ხოლმე, არის პეპელა, რომელიც ჯერ ჭუპრიდან იბადება, მერე გამოდის დაფრინავს და მერე ბოლოს აბსოლუტურად ცეცხლში უნდა ძალიან დიდი სიმბოლოა. ძალიან დიდი სიმბოლოა. ერთგვარად არის პეპელა, რომელსაც მიდრეკილება აქ ცეცხლისკენ სხვანაირად არ შეუძლია, მაგრამ თან იწვება ფაქტობრივად რა და შეგვიძლია ამ სიმბოლოში მთლიანი სუფიზმიც აღწეროთ. მაგზას გადის ადამიანის სული და ძალიან საშიში იქნება ერთდროულად ამ ცეცხლთან მიახლოვება, მაგრამ თან ამ ცეცხლის გარეშეც რო არ შეგიძლია და თან იცი რომ ცეცხლში უნდა შეხვიდე. ხო და ამიტომ არის სიყვარული, ასე ვთქვათ. ყველაზე აფიოდ სულიერი ადამიანის მდგომარეობას აღწერს სწორედ ეს დამოკიდებულება, სამიჯნურო დამოკიდებულება. რომ ხანდახან ხო ხდება, რომ გენატრება რაღაც ვიღაც, მაგრამ კონკრეტულად არ იცი ვინ. აი ეს არის სუფიზმი. ლამაზია თქვენი. სუფიზმში ინკარნაციის თეორიები თუ არის? არის, ოღონდ იქაც ისევე ტაბუირებულია, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი საიდუმლოა. და ამას კონკრეტულად არასოდეს არ დაგელაპარაკებიან, თუმცა რა თქმა უნდა არის ჯერ ერთი აი ესეთი წრებრუნვის თეორია, რომ მე ვიყავი, ვთქვათ, ჯალალეddin რომი ამბობს, რომ მე ვიყავი ქვა, მე მოვკვდი ქვად და მოვედი მცენარედ, მე ვიყავი მცენარე, მე მოვკვდი მცენარედ და მოვედი ცხოველად, მოვედი, ანუ ინკარნაციის მთელი ჯაჭვია, აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიურ საფუძველზე, სხვა თეორიულ საფუძველზე, ვიდრე ეს შეიძლება შეგვდეს ინდუიზმში. ორ გიფიქრიათ, რომ რაღაცა ინკარნაციული გამოცდილებებით დაიბადეთ და მაგან განაპირობა ყველა ადამიანი ასე იბადება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენი სული გაცილებით უფრო ასაკოვანია, ხო, ვიდრე ჩვენ ვართ ჩვენი სხეული, იმიტომ რომ ეს ერთი სხეული გაცვითენ მე მაგრამ ამას არ ვუღრმავდები მაინც და მაინც, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად მაშინებს. ახლა კიდე რომ მოვიდე და ხელახლა დავიწყო სჭაპანწყვეტა, ეგ ნამდვილად არ მინდა და დასვენება მინდა. თქვენ ცხოვრებაში არის ერთი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი ცხოვრება, ეს არის გასაგები, მაგრამ არის აი რასაც თქვენ უწოდეთ სჭაპანწყვეტა, რაც ყველა ადამიანს გვიწევს, ასე ვთქვათ, წუთის ოფლის უღელი რო ზიდოთ. აი მან დაგეხმარათ თუ არა ეს ფილოსოფია და ეს ცოდნა. გასაკვირველია ამის გარეშე უბრალოდ ამის გაძლება, რაც ნებისმიერ ადამიანს და ალბათ მეც მიწევს ცხოვრების სახით, რო არ იყოს ეს საყრდენი, ვთქვათ, ეს ინტერესი, ეს სიყვარული. ამას არ ქვია, არც ინტერესი, არც ეს უფრო მეტია, რაღაცა რომელიც ცხოვრების მიზანია, ხო? რა თქმა უნდა, ისე ვერ გაუძლებდა ადამიანი ამის გარეშე და ეს იყო ყველანაირი დახმარება, მე კონკრეტულად რაღაც ეპიზოდებში გრძნობ, როგორ კიდევს ხელს, ვთქვათ, რაღაც უხილავი ძალა, რომელიც გეუბნება, რომ გეშინია, მე შენთან ვარ, ამას გეუბნება არა ასე ახლა როგორც მე ვლაპარაკობ, არამედ გაგრძნობინებს და მთელი ჩემი ცხოვრება ეგ არის, ალბათ.
ოღონდ მე ვიცი რომ ეს უნდა დაიმსახურო ადამიანმა გაცნობიერებული პასუხისმგებლობით, შრომაც ჭაბანწყვეტა ისე პირობითად ვთქვით, ამასაც სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ვიცი რისთვის ვშრომ. ეხლა რას აკეთებთ? ეხლა რაზე შრომ? ახლა ჯალალედინ რუმის არსთა მესნევის ქართული თარგმანის გამოცემა, იმიტომ რომ თარგმანი უკვე რეალურად დასრულებულია, ეს არის 6 წიგნიანი უზარმაზარი პოემა, რომელსაც სუფიზმის ენციკლოპედიას ეძახიან და სადაც თავმოყრილია ყველა საკითხი, რაც კი შეიძლება შუა საუკუნეების სუფიზმისათვის აქტუალური ყოფილიყო. ეს თარგმნე იმდენი ხანი გაგრძელდა აღარც ვიცი და გრძელდება ჯერ კიდევ, იმიტომ რომ 3 ტომი გამოიცა სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, მე-4 ტომს ახლა ჩავაბარებ გამომცემლობას და მალე გამოვა წელს და დარჩენილია 2 ტომი მოსაწესრიგებელი უკვე, ესე იგი ეს არის ძირითადად ხელით მწერდი. იმიტომ რომ ასე უფრო ახლოს ვგრძნობდი თავს იმ მასალასთან და უფრო უკეთესად ვიაზრებდი. მე ეს ბლოკნოტებში მაქვს ესე ჩაწერილი ხელით ეს თარგმანი და გადამაქვს კომპიუტერში. ახლა მე-5 წიგნს პარალელურად კომპიუტერში შემაქვს ეს მე-5 ნაწილი. მე ამას დაშიფდება რედაქციის გავლა ჩემგან თვითონ, კომენტარების დართვა, იმიტომ რომ კომენტარით არის ეს სხვა შემთხვევაში ახლა როგორც პოეზიას ისე გაიგებ, როგორც ფილოსოფია შეიძლება გაიგო, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგან წაიყვანოს კითხვები და ამიტომ ამ კომენტარსაც ვაკეთებ და აი ამაში ვარ მთლიანად ჩაფლული ხო რასაც ძიდი შრომატევადი საქმეა, ძალიან შრომატევადი საქმეა და საშუალო ფილოსოფია მექნება დრო რომ დავამთავრო, ასე ვთქვათ. ეგ არის ჩემი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი პრობლემა ახლა რაც არის ჩემთვის, არის დროის ქონა არ ქონა. და ამ პირობებში რომ დრო დაგვითმეთ კიდე ძალიან არა, ეგ არ მიგულისხმია სიამოვნებით. მოვედი დღეს და ძალიან გამიხარდა თქვენ. პოეზიით დავიწყეთ და დასასრულისთვის ისე პოეზიით რომ დავასრულოთ და რამე ერთ სტრიქონს ხო ვერ გაიხსენებდით არსთა მესნევიდან ახლა ვთქვათ, რომელიც აი ინტუიციურად თუ სპონტანურად მოვა თქვენს გონებაში. ერთი უსმინე როგორ ყნესის და როგორ ტირის ლერწმის ტანიდან ასხლეტილი პატარა სტვირი. აი ამით იწყება არსთა მესნევი და ეს არის ასე ვთქვათ იმის მერე რაც ჩამოჭრეს ადამიანი ძირითად ლერწამს ანუ ღმერთს მას მერე იქცა სტვირად რომელიც ტირის და ყნესით და მოთქვამს თავის უთვისდომობას. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ ეს გადაცემა იქნება პატარა ლამპარივით ამ დიდ გზაზე, რასაც ქვია უკან დაბრუნება.